მოგესალმებით 362 დღეა რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღეს 24 ნოემბერია 362 დღე გავიდა იმ დღიდან რაც საქართველოში დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქციები, როდესაც ირაკლი ყობახიძემ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა და უბრალოდ ქართული ოცნება უარს ამბობდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, უბრალოდ წყვეტდა 2028 წლამდე. რა მოხდა ერთი წლის განმავლობაში? ერთი წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართებოდა სხვადასხვა საპროტესტო აქცია, როგორც იცით, მიმდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დაჭარის მთავრობის სახლთან და აქ მოქალაქეები იმის მიუხედავად რა ხდება ქვეყანაში ყოველდღე მოდიან და იკრიბებიან თავიანთ უწყვეტ პროტესტს განუხატავენ. აქ ხედავ გოჩა გამარჯობა. 362 დღეა უწყვეტად გამოდიან საქართველოს მოქალაქეები. თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, ვინც თითქმის სულ გამოდის. ერთი წლის წინ იფიქრებდით, რომ კიდევ ერთი წლის შემდეგ ისევ ქუჩაში ყოფნა მოგიწევდათ და ის მოთხოვნები რა მოთხოვნებიც გაქვს, არაფერი არ იქნებოდა შესრულებული და უფრო რთული სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში. პირველში მოგესალმებით. მე პირადად უფრო მეტის მიფიქრია ეს ხელისუფლება მოძალადე, არაფერს გაჩერებას, ალბათ უფრო გამკაცდება ყველაფერი. მოგეხსენებათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში დაფასებული იმიგრანტები, ხმის მიცემის უფლებაც კი შეუძლეს, როცა 90-იანი წლებიდან დღემდე სწორედ მათ მხრებზე, მათ ჩაფარის დაშრომაზე დგას საქართველოს ეკონომიკაც. რომ ვთქვათ, 90-იანი წლებიდან დღემდე ისინი ინახავენ ქართულ ოჯახებს და იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მადლობა უნდა გადაუხადოს საზოგადოებამ, სახელმწიფომ და ხელისუფლებამ, რომელსაც მოროთა ჩაიგდო ძალაუფლება, რეალურად შეუძლია ერთადერთი განსაკუთრებული, აი კონსტიტუციით გარანტირებული და ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემის უფლება. გარდა ამისა, უნდა ითქვას ის, რომ რეალურად საზოგადოება არის ტერორის ქვეშ, არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები, არამედ ნებისმიერი მოქალაქე დღეს არის სახელმწიფოს ტყვეობის ქვეშ, მათ შორის პედაგოგები განსაკუთრებით, რომელსაც კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ ეზღუდებათ დირექტორის ნებართვის გარეშე დამატებითი
სამუშაოს გაწყება. რაც გავს წმინდა საბჭოთა კავშირს, როცა მაღალი დონის სტრუქტურულად მაღალი დონის პირებმა უნდა გადაწყვეტონ ვინ სად იმუშავებს და იმუშავებს თუ არა, ან დარჩება თუ არა უკმაყოფის გარეშე. ეს სხვა რა არის, თუ არა დიქტატურა და ამის შესახებ ჩვენ აქტივისტებმა რა თქმა უნდა ვიცოდით და აბსოლუტურად ვეთანხმებით ამაღლების მოწოდებას, რომ იბრძოლოთ სანამ გვიანი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილი ბრძოლის ნაცვლად სიჩუმეს ამჯობინებს, არ ვიცი რამდენიმე გაგრძელდება, მაგრამ რაღაცნაირად მინდა მეთქოს, რომ ეს სიჩუმე დაირღვეს და ხალხი გამოვიდეს გარეთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელსაც რეალურად წარმოადგენს ბოროტი ძალა ქართული ოცნების სახით, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვა, ჩვენ ვიცით წინა რეჟიმები, წინა ხელისუფლებები, როცა სახელმწიფოს არჩევდნენ პოლიციურ მანქანად, ბოროტების მანქანად, რითი მთავრდებოდა და ეს დასასრული იქნება სწორედ ხალხის გაბრაზება და გაბრაზებული ხალხის რეაქცია იმაზე, რასაც ის სჩადეს. რეალურად ეს არის ადამიანების ციხეებში სასურველ უსაფრთხო კანონოდ არასამართლიანად დათხოვება და არ ვიცი ამას ადავარქვა ბოროტების მანქანა მუშაობს და ბოროტების მანქანას ჭირდება ერთიანობა არ ვიცი ვინ დარჩა ჰულიგანი ვაც მართლა დამნაშავე რომელიც ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა სწორედ ისინიც უნდა იაზრებდნენ რომ ასეთ გარემოში მათი ფუნდამენტური უფლებები შეიძლება ნებისმიერ დროს იქნას დარღვეული. ქართული ოცნება ყოველ დღე რაღაც ერთ რეპრესიულ ინიციატივას აანონსებს თითქმის და შევეჩვიეთ რაღაც წარმოუდგენელ ამბებს განათლების რეფორმიდან დაწყებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით დამთავრებული ყველა სფეროში ცდილობენ რომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღონ რაც გააუარესებს ადამიანის უფლებებს. თუნდაც აი ბავშვთა მართლმსაჯულების კუთხით აპირებენ 10 წლამდე დაწიონ, ასე ვთქვათ, ზღვარი პასუხისგების და სპეციალური და ახურული ტიპის დაწესებულებები შექმნა. თქვენი აზრით, რატო ჭირდება ქართულ ოცნებას მსგავსი ტიპის რეპრესიები, რომ საზოგადოება მუდმივად სტრესში ჰყავდეს? ანუ სახელმწიფოს ანუ ზოგადად ხელისუფლებას რაც უფრო ბევრი ბერკეტი აქვს საზოგადოების წინააღმდეგ, მით უფრო აქტიურად იყენებს მათი კონტროლისთვის. და ეს ჩვენ დავინახეთ გასული საპარლამენტო არჩევნების დროს, ხო? უბნებში ეგრეთ წოდებული ქუჩის ელემენტები, მოძველბიჭო ადამიანები იდგნენ და აკონტროლებდნენ ხალხის ნებას, თუ ვის მიეცათ ხმა. და შესაბამისად, თუ ხელისუფლებას ექნება ბევრი ბერკეტი და ოჯახებს დააშინებს, მშობლებს დააშინებს, აი თუ თქვენ სახელმწიფო არჩევანს არ გააკეთებთ, ან თუ თქვენ გახვალთ ქუჩაში, ამით თქვენ შვილს დაემუქრება საფრთხე და აღმოჩნდება ციხეში, რა თქმა უნდა, მათ ნებაზე იქონიებს გავლენას. და მუდმივად ეყოლება კონტროლის ქვეშ. რაც შეეხება იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც ბავშვების წინააღმდეგ გამოიყენებენ, ეს არის ძალიან კაბალური, აბსოლუტურად მესმის საზოგადოების წუხილი და მათ შორის ჩემი წუხილი, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ მსგავს საქმიანობებში ჩართული, არ უნდა ხულობდნენ, არ უნდა აშავებდნენ, მაგრამ სადამსჯელო ოპერაცია 10 წლის ბავშვებზე, ან 12 წლის ბავშვებზე თუნდაც არის კატასტროფული შედეგების მომტანი და ყველამ ვიცით, ციხეში წასულ ბავშვს რა ემუქრება, უფრო უარეს სოციალურ დეგრადაციას განიცდის, დღეს ქართული ციხე სრულიადაც არ არის ადეკვატური იმ მოთხოვნების, რასაც საზოგადოება აყენებს დღის წესრიგში და იქედან დაბრუნებული ბავშვი არა რეაბილიტირებული, არამედ დეგრადირებული იქნება და საზოგადოებაში თავს ვერ დაეტოვებს. ჩვენ არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ დასრულებზე ვიცით, ხო, რომ რაც ხდება და როგორც არის, რეალურად ინტეგრაცია მათი ფიზიკურად ვერ ხერხდება, გამომდინარე დაფინანსების სიმცირისა, გამომდინარე იმ ინსტიტუტების სისუსტისა, რომელსაც რეალურად ქართული ოცნება მართავს. თავისი ბოროტი განზრახვა. ძალიან დიდი მადლობა. შოთა გუჯაბიძეს ვხედავ. შოთა, გამარჯობა შოთა. დღეს სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ და ერთ-ერთი რაზეც მინდა გესაუბროთ არის ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება უნებართვო მშენებლობების მიმართ. ერთის ხელით ისინი თითქოს რაღაც სამართლიანობას არ ადგენენ, რაღაც კორუფციას ებრძვიან, თუმცა მეორეს მხრივ არ ხედავენ და არ რეაგირებენ კანონდარღვევებზე. მაგალითად, ბათუმის მერის კაბინეტის წინ ოცნების დეპუტატმა ააშენა უნებართვოდ 2 სართული, ახლა კოშკი დაადგა. მე ამბობს, რომ 25,000 დააჯარიმეს, თუმცა ეს კოშკი იქ ისევ დგას და სასამართლომ გააჩერა, ასე ვთქვათ, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება. ანუ როგორ ხედავთ ბათუმის რეალობიდან გამომდინარე, სად ხედავთ თქვენ ქართული ოცნებას რა უნდა, რას აკეთებს, როგორ
როგორი ტიპის მართლობა თუნდაც მუნიციპალურ დონეზე, აი ამ ერთი მაგალითის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ. პირველში მე ვსალმობ მაყურებელს. იცით ეს ადამიანი ხომ მე საერთოდ მაგრამ ძნელი არ არის დასმის გაკეთება რომ თლად ასეთი რაღაც ბილოთ ვთქვათ გულუბრყილო ადამიანი ვერ იქნება, იმიტომ რომ იქ რაღაც რამდენიმე სართულის აშენებას დიდი ფული ჭირდება. შესაბამისად ამ დიდ ფულს რისკის ქვეშ ის ვერ დააყენებს ახლა ამას მე ავაშენებ. იმიტომ რომ უკანონო არის დრო ჭირდება რაღაცა გარკვეული ნებართვა თუ არა რაღაცის შეზღუდვა იქ შეიძლება მოძრაობა გადაკეთოს რაღაცა ყოველ შემთხვევაში რაღაც პატარა ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის შესაძლებელი. ამას მინიმუმ სიტყვიერი ნებართვის გარეშე ვერ გააკეთებ რომ მე ახლა რაღაცას ვიზამ და შენ არ ჩამერიო ან შენ გააკეთე ახლა ნებართვას ვერ მოგცე მაგით ან არ შეიძლება ან შეეშინდა რომ არ ვიცი რაღაცა ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ქვედადინება იქნება ნებისმიერ ერთ შემთხვევაში კი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი უკანონო უმამოსო შენობლობა ვიცი. შესაბამისად ის დახარჯული ფული ძალიან საეჭვო რომ რაღაცა რისკის ქვეშ იყოს. იქ რაღაც აუცილებლად იქნება სიტყვიერი შეთანხმება, ზეპირი შეთანხმება, მაინც რომ შენ მიდი აშენ და მე დანარჩენი ჩვენ მოვაგვართ ან გავაправებთ ან რაღაცა ფორმალურად დაგაჯარიმებ, ან რაღაც ასე მოხდება, იმიტომ რომ ეგ ერთი სასტავია ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის ხალხი რომელიც ხელისუფლებაში არის მე მშენებლობაში მიდის ან მშენებლობიდან ხელისუფლებაში მოდის ეგ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს მშენებლობის გარდა პრაქტიკულად არანაირი ბიზნესი ქვეყანაში არ ხდება და ყველა ერთმანეთს იცავს, ყველა ერთმანეთის პაძელნიკია ჟარგონის ენაზე რო ვთქვათ. ამდენად ამ ერთი მაგალითიდანაც შეიძლება სერიოზული დასკვნების გაკეთება, რომ რამდენად გახრწნილი სისტემა არის, რამდენად ბიუჯეტის, ქვეყნის ადამიანების კანონის, ჯანმრთელობის რაღაცის ხარჯზე ცდილობენ პირადის აი სხვას არაფერს აი კოცის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თორე ერთ-ერთი მთავარი თვისება არის ეგ რომ აი რა ავნოს ამ ქვეყანას აი რა თქმა რა დააშალოს რა გააფუჭოს რომ პირადი სარგებელი მიიღოს და სხვა ფეხებზე კიდია არა თუ ფეხებზე კიდია დაგანახოს რომ ფეხებზე კიდია რომ აი მე აგერ სადღაც აი ქალაქის ცენტრში ძებ მერის ფანჯარასთან ავაშენებ რასაც მინდა და ფეხები ვერავინ მომჭერდა ამით მერის კეთილს მსგავსი რამ მსგავსად უნებართვოდ რომ რიგითმა მოქალაქე მააშენოს მას მერია ასე ვთქვათ არ აპატიებს ამას როგორ ხდება ფულით პრივილეგიის ყიდვა გააჩნია რა მხელა დანაშაულ შაიდა თუ მაგალითად ლურსმანს დააჭერეთ უკანონოდ აუცილებლად დაგაჯარიმებენ რაღაც საჯელს დაგაძებენ მაგრამ თუ კი ძეგლს დაანგრევ და იქო ჩადგა 700 სართულიანი კორპუსი დარწმუნებული იყავი რომ არავინ ამაში ამას არ მოგვიწევს პასუხს არ გაგებინებენ პირიქით იქ რაღაცას აუცილებლად გამოშტებიან ადამიანები ის რაღაც გარანტიებს მოგცემენ ხელს დაგაფარებენ წილში ჩაგიჯდებიან იქ რაღაც მერე სადღაც გადაგარიცხინებენ საარჩევნოდ თეთრ ფულს შავ ფულებს და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში მათი გახდები აი მართლა უკანონოდ რომ გააკეთოთ საერთოდ არ ვიცნობს არავინ არ იცი ამ ქვეყანაზე ქართული ოცნება არსებობს და ნუ ადექი და დაანგრიეთ თქვათ რაღაცა ძეგლი ხო ეგრევე გამოჩნდება ხალხი ხელისუფლებიდან რომელიც აი ჩვენიანია ვა ესე იგი კულტურულ მემკვიდრეობას ანგრევს ველურია ნამუსოა უკანონოა ჩვენიანია რა აუცილებლად ყველა არა მაგრამ ძირითადი უმრავლესობა აუცილებლად გახდება შენი ფარველი მაგრამ ლურსმანს თუ დააჭედებ უადგილოა ეს რომ პირბადეს თუ გაიკეთებს ეგ სერიოზული ამბავია ადექიაბა ძეგლი დაანგრია ყველაფერი შეჭება ხალხი შეჭება კი არა აი სულ მაშინ იქნება ბამბაში სათბურში სულ პრივილეგიებში იქნები რომ აი კოცია რა ანგრევს ველურია რა კითხვა არ იცის კანონი არ წაუგითხავს სინდისი არა ნამუსი არა აუცილებლად პრივილეგირებული ძალიან დიდი მადლობა ეს იყო შოთა გუჯაბიძე სადაც საუბრობდით ბათუმში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე ქეთი დოჭვირს ხედავ, რომელსაც მინდა ვესაუბრო.
კეთი, ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ ოფიციალური დელეგაციები, როგორ მიდიან კონცერტებზე სხვადასხვა ქვეყნებში. მან ბოლო ერთ-ერთი ესეთი დღეს ვნახეთ, როდესაც კულტურის მინისტრი, ქართული ოცნების კულტურის მინისტრი, მათში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ვატიკანში წავიდნენ, კონცერტს დაესწრნენ. ნუ დაგეგმილია, როგორც ამბობენ, ასევე რომის პაპთან შეხვედრაც. მე მინდა გკითხოთ ამ პოლიტიკაზე, რა ტიპის პოლიტიკა, როგორ იყენებენ მუსიკას, ხელოვნებას იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური წარუმატებლობა გადაფარონ საერთაშორისო ასპარეზზე და თავიანთ და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თავიანთ ამომრჩევლებს დააჯერონ და დაანახონ, შეუქმნან ისეთი რეალობა, სადაც მათ საზღვარგარეთ ვიღაც ელაპარაკება. ეს კონცერტებზე სიარული ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ ალბათ მათივე ამომრჩევლის თვალში უბრალოდ იმდენად წირითის წესრიგი აქვს, რომ რაღაცა ფოტომასალის შევსება ჭირდებათ სხვადასხვა აქტივობებით და რადგანაც პოლიტიკური ნაწილი ამ შემთხვევაში თითქმის არ აქვს, ალბათ კონცერტებით ჩანაცვლება გონიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა, როცა ოფიციალური ვიზიტების დროს იმის ნაცვლად, რომ რაღაც საქმიანი შეხვედრები გაშუქდეს, რომელიმე კონცერტზე დასწრების ფოტოები იდება, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ აუცილებლად სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ ყველაფერს და არ გონია, რომ მათივე ამომრჩეველიც ამას სერიოზულად უყურებდეს. ასევე მინდა გკითხოთ კორუფციის ფაქტებზე. ჩვენ რაღაც ორკვირიანი, სამკვირიანი საინფორმაციო შტურმი იყო ერთგვარი, სულ ვიგებდით, რომ ვიღაც დააკავეს და ეხლა თითქოს რაღაცნაირად ხდება ამ თემის გადაფარვა. აი, სად წავიდა გათეთრებული 650 მილიონი თუნდაც. აი, რას აკეთებს ხელისუფლება? რა გაგვიკეთეს? თუ შეგიძლიათ ამაზე თუ გიფიქრიათ, რა გაგვიკეთეს ამ თითქოს კორუფციასთან ბრძოლის მოტივით და ახლა ცდილობენ რაღაცა ნეიტრალური ფონი შექმნან. ალბათ ისევ თავისი ამომრჩეველებისთვის ცდილობენ იმის ჩვენებას, რომ რაღაცა მაინც კეთდება და რაღაცა ბრძოლა არსებობს უკანონობის წინააღმდეგ, რაღაც ფიქტიური და მეორე მომენტი ალბათ ის, რომ დაისაჯონ თვითონ ქართული ოცნების ურჩი წევრები ან სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ შემდეგი თვითონ შეიძლება იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება სინამდვილეში მათ შორის სავარაუდოდ იქაც საკმაოდ დიდ ტერორს და ზეწოლას აქვს ადგილი, ამიტომ რაღაცნაირი ორმხრივი თამაში გამოდის თავისიანების დაშინების და ამავე დროს ისეთ ცოტა გულუყვილო ამომრჩევლების დარწმუნება იმაში, რომ თითქოს წესრიგი მყარდება ქვეყანაში, თითქოს 13 წელი სხვები იყვნენ მმართველობაში და რაღაცა სხვების გაბჭებული საქმეები სწორდება ეხლა რაღაც ეგეთი თეატრალიზებული შოუს დადგმის მცდელობა არსებობს. რაც რა ვიცი, ცოტა ისეთია, ყოველდღე სხვადასხვა რაღაცები ხდება, ამიტომ დინამიკას ინარჩუნებენ უფრო მრავალფეროვნებით. ეხლა ალბათ რაღაც სხვა ტიპის სიურპრიზები გველოდება. და ბოლოს მინდა გკითხოთ, დღეს არის 362 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციის. ერთი წლის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ ამდენ ხანს მოგიწევდათ ქუჩაში დგომა და ისეთი ელემენტალური რაღაცებისთვის ბრძოლა, როგორც არის ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. ნუ მეწლებია ქუჩაში ვდგავარ, ამიტომ მზად ვიყავი მორალურად იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნებოდა გრძელვადიანი, თუმცა ერთი წელი ალბათ ესე არ მიფიქრია, რომ ზუსტად ერთი წელი ან უფრო მეტი გარეთ ვიდგებოდით, თუმცა ჩემი მზადყოფნა გარეთ დგომისთვის არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში გრძელდება და არ დაწყებულა შარშან ამ დროს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რამდენიც საჭიროა, იმდენით რომ გარეთ უნდა ვიდგეთ, სანამ არ მივაღწევთ იმ მიზანს, რაც არის ჩვენი დამოუკიდებლობის დაბრუნება და ადამიანის უფლებების დაცვა, რაც მთლიანად დაკარგული გვაქვს და ამის შემდეგ უკვე შევძლებთ, რომ რაღაცნაირად ნორმალური ქვეყნის აშენებაზე ვიმყოფოთ. მანამდე გარეთ უნდა ვიდგეთ, სანამ ეს ყველაფერი დღის წესრიგში ისევ დადგება. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ქეთი დოჭვირი, ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ იმართება ტრადიციული საპროტესტო აქცია. საქართველოს მოქალაქეები ერთი წელია უკვე აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც
ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ 28 ნოემბერს თქვა, რომ ქართული ოცნება უარს ამბობდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე 2028 წლამდე.